პროფესიონალს მომისმენთ თუ შეიძლება. Brother. Oh, fuck you. გამარჯობა. დღეს ჩვენ განვიხილავთ გინც ძილბალოდის მოვატეს ძალიან არასწორად flows, ანუ ნაკადს დინებას. ავერ 24 წლის ანიმაცია. ეს არის 30 წლის. ნუ ფილმის ზოგადი სიუჟეტი არის ეს კიდოვანი გაფერადებული. უბრალოდ არც არ დაკონკრეტებული, უბრალოდ რაღაც წარღვნა არის, ხო? იქიდან გამომდინარე, რომ ანიმაცია დავიწყოთ ანიმაციურ ანიმაციას. პირველივე წამიდან შესამჩნევი არის ძალიან ნატურალი, ძალიან ბუნებრივი, რეალისტური ნახატები არის გამოყენებული და თავიდან მეგონა რომ სულ ეგრე გაგრძელება ყველაფერი რეალისტური იქნებოდა, მაგრამ როდესაც კატა გამოჩნდა, კატა რაღაც 3D-ი გაკეთებული პერსონაჟს გავს უფრო და რეალისტურის და 3D ეფექტის შეტყმა რომ მოხდა, მე ძალიან მომეწონა ეგეთი გადაწყვეტა. მე პირადად თავიდან რო ჩავვრთე, რამდენიმე კადრის შემდეგ, მეთქი რამდენ ხარისხში, ანუ დაბალ ხარისხში ხო არ ვუყურებ შემთხვევით ხო რა. და არა, ანუ 1080 იყო ჩვეულებრივად რა, როგორც აქვს შექმნილი თვითონ, ანუ მართლა ხელით ნახატს გავს რა, ოღონდ იმით გუაშებით რაღაც ზეთის იმით, ზოგადად ესე კარგად ვერ ვერკვევი ანიმაციის ტექნიკებში, ანუ ჩემთვის არის ძალიან სასწაული რა, მით უმეტეს ესეთი დონის ანიმაცია. მე განსამაჩვენა რომ ამის მოკლე ვერსია 7 წუთიანი გაკეთებული აქვს high school-ში როცა იყო. ის კიდე სხვა ისე, მაგრამ ამ დონის ანიმაციაზე უკვე ძალიან მიკურთხოვნე რომ აი როგორ ანუ რაღაც ჩემთვის მე რო ესაოცრებაა რა. რეალურად ხო, ანუ ხელით აქვს დახატული, რომ მოусმინე რაღაცებს, storyboard-ი არ გაუკეთებიათ საერთოდ, არანაირი კადრირება, concept art-იც არ გაუკეთებიათ საერთოდ. პირდაპირ 3D-ში გააკეთეს ყველაფერი რა, რაც ანუ ძალიან ეთყობა, ოღონდ ანუ მეც მომეწონა რა, ანუ წინა ფრონტზე რაც არის, წინა რიგში რაც არის, ყველაფერი არის ძალიან დიდი ყურადღებით შესრულებული რა. სადაც არ უნდა გაიხედო წინა ფრონტზე რაც ჩანს, ყველაფერი არის მართლა აი დეტალებში და პიქსელებში შესრულებული, მაგრამ უკანა ფონზე რაც ჩანს, თვითონვე თქვა რომ იქიდან ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარეოდა რაღაცა, უკანა ფონისთვის რომ მაგდენი ყურადღება არ მიგვიქცევიაო, ანუ ზედაპირულად არის გაკეთებულიო რა. ეს საერთოდ არ ეთყობა რა, რეალურად, ანუ თვითონაც ამბობს რომ თუ ყველა კადრს დააკვირდებითო, აი მართლა დააკვირდებითო, თქვენ თვითონვე უფრო ისე ამოვნებთო, იმიტომ რომ როგორც ჩანს თვითონ ამ რეჟისორს ძალიან უყვარს, როცა ეს ფრაზაც ახსენა, რასაც ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ რეჟისორს მიერ ლანგარზე მირთმეული სართულები სათქმელი არ უყვარს. ამ ფილმშიც რა თქმა უნდა ძალიან ჩანს ეგ. ძალიან მნიშვნელოვანია კიდე თვითონ პერსონაჟები როგორ არიან დახატულები რა. დახატული პერსონაჟები არის. ჩასთ ანიმაციებში მით უმეტეს, როცა დიალოგი საერთოდ არ არის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავიდანვე, რომ პერსონაჟმა ჩაგითრიოს, აი თუნდაც სანამ ქცევებს რაღაცებს შეტყობ, აი გარეგნობით რა და ეს კატა რო დავინახებთ, კი მე ამას გულს შემატკივრობ სიცოცხლის ბოლომდე. და მე ის ძაღლი რო დავინახებთ, მე ეს ანიმაცია უბრალოდ მომკლავს, იმიტომ რომ ეს ანიმაციაა და ეს ძაღლი არ არის. ეს ძაღლი ნახატია. მაგრამ თურმე ეს ძაღლი არის ამ რეჟისორის ნამდვილი ძაღლი. ანუ შთაგონების სწორად. ანუ ხო იმის ხამიდა რომ მოკლედ ძალიან სწორად არის თვალები, ექსპრესიული, ყველაფერი ძალიან იდეალურად არის დახატული, იმიტომ რომ თავიდან ზუსტად ეგ გითხრევს რა. თავიდანვე ისე განეწყობიან ამ პერსონაჟების მიმართ, რომ უბრალოდ გაინტერესებს რა მოხდება და უბრალოდ გინდა რომ ყოველთვის კარგად იყვნენ და დაიცვა ყველაფრისგან. თუმცა განაგრძე რა ხანდა განაგრძო? სინემატოგრაფი მუშაობს ისე, რომ ვუყურებდი ჩემთვის ჰაირიც კი ჩანდა რა. გახსოვს აი რენესანსის მხატვრობაში როა რაღაც ეს ჰაირის ის რო იქნება ეფექტი თითქოს შენ და მონალიზა შორის კიდე რაღაც სივრცე არის, რაღაც ჰაირის სივრცე. გასაგებია რომ ის სხვა და ეს სხვა, მაგრამ რაღაც ეგეთი ის ქონა რომ ამან მეცოს რომ უყურებდი, ანუ ჰაირსაც გრძნობდი. ეგ იყო ძალიან ეს კატა რო წყალში ჩადის და მithumetas თავიდან წყლის შიში აქვს და რაღაც და იხრჩობა.
ანუ თითქოს შენც იხრჩობი და ზოგადად ძალიან რთულია რომ ფილმმა მით უმეტეს ანიმაციამ ეგ შეგრძნება, ეგეთი ინტენსიური შეგრძნება გაგიჩინოს, რომ აი შენც ზუსტად აი მოძრავი კამერის ეფექტი შემოტანა ანიმაციაში, ნატურალიზმი და რეალისტურობა რა ვახსენე, აი ამ ეფექტს უფრო მეტად ძენს და რაღაც უფრო მეტად ხელშესახებით ხდება. აი თუნდაც ის რომ გინდა რომ იმ კატას მოეფერო რომელიც არ არსებობს ან ძაღლს მოეფერო ეს თითქოს გეხმარება იმის აღქმაში რომ ანუ შეგიძლია მოეფერო შეგიძლია შეეხო რაღაც რეალობასთან უფრო აახლოვებს ამ სიტუაციას. მით უმეტეს როცა სუბიექტური კამერაა და ამ ფილმში ამ ანიმაციაში ხშირად არის როცა სუბიექტური კამერა და კამერა როგორც ცალკე პერსონაჟი ანუ როგორც მთხრობელი ენაცვლება ხშირად ერთმანეთს ანუ არის მომენტები როცა კამერა არის კატის პერსპექტივით და არის მომენტები როცა კამერა არის და მაყურებელი კამერა ხარ შენ. აღსანიშნავია რომ ეს რადგან ეს ცხოველები სულ და ატარები, პაწუები არიან. კამერაც მაგ პერსპექტივით არის, ანუ თითქმის ყოველთვის აი რაღაც ბალახებში დაძრომიალობი მწყლის ზედაპირზე ესე აი როგორც შენს თავს გრძნობ, როგორც ის პაწუა ცხოველი, რომელსაც უყურებ. კამერის მოძრაობასთან დაკავშირებით მინდა და კიდე ერთი რაღაცის თქმა, რომ კულმინაციურ დაძაბულ მომენტებში, როცა ეს განსაკუთრებით როცა კატა სიცოცხლის თვის იბრძვის ამას მომენტებში კამერა არის ძალიან პანიკური, ძალიან მოძრავი. ეგეთ მომენტებში თითქოს შენშიც მაყურებელშიც მაგ პანიკურშიც აჩენს, მაგიტო თქვი იმ წყალზეც წყლის ქვევიდან ძალიან საინტერესოდ იღებს განსაკუთრებით დასაწყისში, როცა ამ კატას განსაკუთრებული შიში აქვს წყლის და ძალიან ჭკვიანურად და სუბიექტურად მოქმედებს კამერა, რომ მართლა შენს გაგრძნობინებს თავს, რომ იმ სამყაროს ნაწილი ხარ რა. ერთიანუ წყალში როცა ამაში რო იღებს ან ზემოთ რო ნაპირზე რომ მაშინ რო იღებს, მაგრამ ის ნახევარი წყალი რო ჩაძეის, მეთქი რა კარგად მოიფიქრე, იმიტომ ძალიან მაგარი რაღაც იყო. რო გაახლოვებს რა უფრო ხელშესახებს რო ქმნის. განათებასაც რო ახსენებ, ანუ რეალურად ეს განათებაც ხო განათება არ არის და ესეც ანუ შექმნილია და ანუ ძალიან blowing my mind რა ხდება. განათებასთან დაკავშირებით კონტრაჟული გამოსახულებები, აი მზე როცა რაღაც უკან არის და მით უმეტეს ამ ხელა განადგურებული ბუნება რო არის გადაშლილი. რაღაც მომენტი იყო კიდე ესე კამერაც თქოს აი დრონივით წიალებს რა ზევიდან ან მთის მონაკვეთია რაღაცა და მზე არ არის ღრუბლებში იმალება მზე, მაგრამ ხო იცი აი ეგეთი მომენტი როა და აი თვალებს ძალიან რო გტკენს ღრუბელში დამალული მზე, აი ეკრანზე ყურებისას მატკინა თვალები და მეთქი ეს რანაირად გააკეთა. თავიდანვე როდესაც ნუ ანიმაცია რო საუკეთესო ანიმაციაში არის ნომინირებული ეგ არ არის გასაკვირი, მაგრამ უკვე საერთაშორისო უცხოენო ანუ ინტერნეიშნალშიც რო ნომინირებული იყო, მეთქი ეს ანიმაცია იმაზე მეტია, ვიდრე როგორც კარგი ანიმაცია და მიუხედავად იმისა, რომ ემილია პერეზიც ნომინირებულია. და დაგვეღებეთ ემილია პერეზს. კიდევ ერთი ტექნიკური მხარეც აუცილებლად უნდა ვახსენოთ, მით უმეტეს ისეთ ანიმაციაში, სადაც დიალოგი არ არის და არ უნდა მოგბეზრდეს. მოკლედ, რა თქმა უნდა, ხმის დიზაინი ამ ფილმში არის უმნიშვნელოვანესი. ზუსტად ხმის დიზაინზე დგას ფილმი. მოკლედ, თითოეულ პერსონაჟს, ანუ თითოეულ ცხოველზე ჩაწერილია რეალური იმ ცხოველის ხმები. ვაშკარად ეტყობა, რომ ბუნებრივი ხმებია და არა რაღაც AI-ით გაკეთებული. მაგრამ ერთ საინტერესო ფაქტია და ამას ვიტყვი, რომ ზღვის გოჭი, რომელიც ზღვის ღორიაც საყვარელი. ზღვის გოჭის ხმა თურმე ერთულად მოსაპოვებელია, იმიტომ რომ ზოგადად ბევრ ხმას არ გამოსცემენ. ამის გამო გადამღები ჯგუფი წავიდა ზოოპარკში, რომ მოეღიტინებინათ იმისთვის ზღვის გოჭისთვის, რომ იმასრე ხმა გამოიცა, ასეც მოიქცნენ. გამოსცა ხმა, უღოდ იყო ზედმეტად წვრილი და ხმა მაღალი, იმიტომ რომ საწყალს მოუღიტინეს და შეაწუხეს. ეს ხმა მაინც ვერ გამოიყენეს და ტყუილად შეაწუხეს ის საწყალი და ბოლოს გამოიყენეს პაწია აკლემის ხმა და ამიტომ იმ ზღვის გოჭის ხმები არის პატარა აკლემის ხმა. კარგით და მოგაწვით ახლა საფეთქე. ახლა რაც შეეხება სერიოზულად. ხო, ნამდვილ კინოს ვუწოდნე. ფოლი მუშაობს გადასარევად. არ მჭირდებოდა რომ რაღაც იმაზე მეფიქრა რომ ვაიმე ახლა ეს ასე უნდა და დიალოგის მოსმენა და ტექსტიდან ასე გამოტანა რომ არ დამჭირდა. უფრო მეტი, უფრო დაკვირვებულად ვუსმენდი ამ ხმოვან რიგს, ფოლი ეფექტებს რა. ხმის სხვადასხვა დეტალებს როძროულად ვუსმენდი და ვაკვირდებოდი, ვაღიარებ რომ
ბევრი გამურჩა კიდეც, იმიტომ რომ იმდენად კომპლექსურად არის ერთ წამში სხვადასხვა ხმა გაკეთებული, ისე კარგი, ოღონდ ბუნებრივად ყველაზე რთული ზუსტად მაგ დროს არის, რომ გაარჩიო და ოსტატობა ზუსტად მაჩას უკვე ადამიანის ვინც აკეთებს, რომ როდესაც ხმა ყურადღებას იქცევს ასე აშკარად, მაშინ ესე იგი რაღაც არასწორადაა გაკეთებული და იმიტომ მიიქცია ასე დროს ყურადღება. აქ არ აქვს, განზრახ რო აკვირდებოდი, მაინც რაღაცები გამომრჩა, იმდენად კარგად ბუნებრივად ორგანულად იყო ყველაფერი გაკეთებული. აი სუნთქვებზე გავგიჟდი რა, აი სუნთქვის ხმები როგორ იყო. ძაღლები მყავს და ანუ რო სუნთქავდნენ და ეგ ხმები რო ისმოდა, ასე მეგონა რომ ჩემი ძაღლები მესხდნენ ყურთან და განსაკუთრებით ძაღლებზე ხო, იმიტომ რომ ანუ ეს ენა გადაგდებოდა ხო, და მესცა ამ ძალიან ბუნებრივად იყო და ძალიან ზომიერად იყო ყველაფერი, როდესაც კამერა მოძრაობდა თუ ეგეთ დროს იყო ეს სუნთქვები განსაკუთრებით ძალიან კარგად იყო დაჭერილი, აი შორს როცა იყო როგორ ისმოდა, როცა უახლოვდებოდა მაშინ როგორ ისმოდა, ანუ აბსოლუტურად ბუნებრივად რა, კი გასაგებია რომ უკვე მთხრობელის რანგში როცა იყო ეს სინემატოგრაფის მომენტი, მაგრამ აქ ხო შენ ხარ რეალურად მაყურებელი და თითქოს შენ უახლოვდები და ანუ აი ამ ხრივ ძალიან მაგრა იყო ხმონები გაკეთებული, ძალიან მომეწონა. უბრალოდ იმას დავამატებ, რომ იქიდან გამომდინარე როგორც ვახსენე თვითონ პერსონაჟების და სამყაროს გამოსახულება არ არის ბოლომდე ასე ვთქვათ რეალისტური არის, მაგრამ აი ბუნებრივი არის, აი გათხაპნილი თითქოს რაღაც აი ეთყობა რომ 3D-ში გაკეთებულია რაღაც აი ეგეთი გამოსახულებებია რა. თვითონ ხმის დიზაინი იმდენად ბუნებრივს ხდის მაგ ყველაფერს, რომ აი გათხაპნილი გამოსახულება თუნდაც ბექგრაუნდზე რაღაც აი ეგ საერთოდ ავსებს რა თითქოს მაგას, ჩემთვის ეგრე იყო ყოველ შემთხვევაში რა. ძალიან კარგი მუსიკა იყო, პირდაპირ ვიტყვი, კომპოზიტორი თვითონ არის. ესეც ინტერვიუდან აღმოაჩინე რაღაც რო უყურე და ანუ გამოაცხადა როგორც პროდიუსერი, სცენარისტი, რეჟისორი, მემონტაჟე, კომპოზიტორი და სინემატოგრაფერი. ამაზე ხოლი ლიფტიორი მუსიკა არის ძალიან არ ვიცი, სულ უცნაურად გქონდა ხოლმე თავს რომ ძალიან სტყოსნობს სწორი, მაგრამ სწორია, იმიტომ რომ და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ არის სწორ მომენტებში. არ არის ზედმეტი მიუხედავად იმისა, რომ იყო ამის საშიშროება იქიდან გამომდინარე, რომ სიტყვა არ არის, დიალოგი არაფერი არ არის, არის ჩვეულებრივად ფოლიარტისტების მიერ ნამუშევარი ეს შექმნილი ხმის დიზაინი. აქედან გამომდინარე იყო იმის საშიშროება, რომ ეს როვინმე უგემოვნო რეჟისორი ყოფილიყო, შეიძლებოდა რომ ექცია ეს რაღაც კლასიკური მუსიკის კლიპად. ასეთ მომენტებში არ იციან ხოლმე ზოგჯერ სხვარი. ეს კიდე იდეალურად იყენებდა როგორც მხატვრულ კომპონენტს მუსიკას და თვითონ მუსიკაც ისეთი იყო, რომ ამაღლებულ განწყობაზე არ გაყენებდა, მაგრამ აი რაღაც აი ეს რაღაცას გაკეთებინებდა რა, ეგეთი მუსიკა იყო და თან მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამბავიც არის ძალიან ემოციური, ათმაგად ემოციურს ხდიდა იმ მომენტებში მუსიკა. ჩავინიშნე ერთ მომენტში იყო რომ გარბოდა კატას სწრაფი მუსიკა რომ ემასქნა, მაშინ შევამჩნიე რომ მუსიკა ჩაირთო. მარტო მაგ მომენტში შევამჩნიე და მე გავანალიზე რომ რამდენი არის გასული და მეც დავაკვირდი, მაგრამ ისევ ასე გააკეთა, რაც ჩანიშნული მაქვს, რომ ზოგჯერ ისე მთავრდება მუსიკა, რომ ვერც ხვდები, რომ მუსიკას უსმედი და დამთავრდა რა. იმიტომ რომ დასაწყისშიც იყო მუსიკა, ანუ ოღონდ აი თან ძალიან დაბალ ხმაზე, მომენტებში არის ძალიან დაბალ ხმაზე, რომ თითქოს არ არის, მაგრამ აკეთებს მაინც თავის საქმეს. ხო, აი ზუსტად ეგ კი ეგ, ანუ მე ეგ კონებში ეგ არის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი, ანუ მუსიკის ხრივაც და კამერაზეც რო ვლაპარაკობდი, ანუ მაგ მომენტს ეგ არის ძალიან მაგარი მომენტი. კი. ყოველ მხრივ სანამ უშუალოდ პერსონაჟებზე გადავიდოდეთ, უბრალოდ მინდა რომ პატარა ხიდივით გავაკეთო რაღაც აღნიშვნა. მგონია რომ მარტო ჩემი აზრი არ არის და ობიექტურად ესეა, რომ ფილმი 100% არის ფოკუსირებული ამ ცხოველების შინაგან მოგზაურობაზე, ასე როგორ გაიზრდებიან როგორც პერსონაჟები და ასე შემდეგ. და მიუხედავად იმისა, რომ ანუ ადამიანი საერთოდ არ ჩანს, უადამიანობა საერთოდ არ ეტყობა ფილმს. გამოცანადაც კი არ ტოვებს რეჟისორი, რომ აი ნეტავ ამ დროს ადამიანები სად არიან, ნეტა როგორ გადაურჩნენ ამ ყველაფერს, ან გადაურჩნენ თუ არა, პირველი შემთხვევა თუ არა, იმიტომ რომ არის რაღაც დეტალები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ არა. ანუ ამ ყველაფერზე რაც უფრო დიდი სურათია და რაზეც შეეძლო გადახვევა და მე მგონია რომ შეძლო შეცდომა დაეშვა, იმიტომ რომ აუცილებლად შეცდომა იქნებოდა თუ ამ პერსონაჟების გარეთ გავიდოდა და ამ დიდ საკითხებსაც შეეჭიდებოდა. პერსონაჟების დრამატურგიაზეა ფოკუსირებული. ესეც
ჩემთვის გონია რომ იმაზე დამოკიდებული რომ ლანგრით არ გართმევს და თავზე არ გახვალს ყველაფერს ანუ შენი ფიქრე შენ გადაწყვეტე სად არიან მე გეუბნები რომ ეხლა ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი და ამას უყურე ეხლა გადავიდეთ პერსონაჟებს და დავიწყოთ კატით ასეთ საინტერესო პერსონაჟი შინაგანი თავგადასავლის მქონე პერსონაჟი აი რაღაც დრამატულ ფილმებშიც კი იშვიათი არის ძალიან საინტერესო პერსონაჟი მთელი სქემა გაკეთებული საიდან დაიწყო და ბოლოს ეს პერსონაჟი იწყება გაურკვევლობიდან და მთავრდება მიღებით და ამ გაურკვევლობიდან მიღებამდე იმდე ფაზას გადის რომ აი არ ვიცი ასეთი კომპლექსური პერსონაჟი ძალიან შემიყვარდა როგორც პერსონაჟი მარტო იმიტომ კი რომ საყვარელია ეგ იყო დასაწყისი უბრალოდ ეგ იყო პატარა ტრიკ რომ აი მიგიზიდოს ხო მიგიზიდოს მერე იწყება არ დავიწყება აღსანიშნავი პერსონაჟებს სახელებს არ აძლევს რეჟისორი და არის ბოლომდე განზოგადოება ანუ კატის განზოგადოება როგორ ვიცით სტერეოტიპზე არის აგებული თავიდანვე რომ ეს კატა არის ინტროვერტი თავისთვის ცხოვრობს მარტო არავინ არ უნდა თითქოს ეშინია კიდე სხვებთან ურთიერთობა მთელი ფილმი არის ამ პერსონაჟისთვის შიშების დაძლევა და ბოლოს მიდის იმ წერტილამდე სადაც ძლევს ამ შიშებს ორი განსაკუთრებული შიში აქვს ერთი უფრო არის რაღაც გარეგანი რაც ანუ უფრო თითქოს მარტივად გადალახვადია ამასაც წყლის ეშინია რა რავი ან თავიდანვე ეგრე თავარი შიში რაც არის რაც უნდა გადალახოს არის სხვებთან ურთიერთობის ადამიანებთან არა ცხოველ ადამიანებთან ურთიერთობის შიში ჩვენი თავისთვის ძალიან relatable არის და ძალიან შეგვიძლია რომ დავუკავშირდეთ ამით ამ კატას ვიზუალურად არის გადმოცემული რომ თავიდან ხედავთ კატის ანარეკლს ამ წყალში. ფილმი მთავრდება იმით, რომ წყალი არის აბსოლუტურად დაწყნარებული და თავის სამ მეგობართან ერთად, აი ოჯახური სურათები როა ხოლმე რა და აი ჩამოგიდებული როა, მაგას ხედავთ იმ ანარეკლში და ისიც მაგას ხედავთ, ეს ორი სურათია ყველაფერი. ფაზობრივად გადის ეს ჩვენი კატა და პიროვნულად როგორ ვითარდება და მთელი მეტამორფოზები და ასე შემდეგები. თავიდან ვიცით რომ გაურკვევლობით იწყება, იმიტომ რომ რაც ხდება მისთვის არის სრულად ამოუცნობი. როდესაც მიდის რომ იძინებს ერთ-ერთ სახლში და იღოძებს მომხდურის წინაშე აღმოჩნდება ამიტომ გაურკვევლობის შემდეგ ეწყება პირდაპირ შიში რომელიც არის პერსონაჟივით ანუ თლად ისე ძლიერად არა იმიტომ რომ არის ფილმები სადაც შიში მართლა როგორც პერსონაჟი ისე არსებობს განსხეულების გარეშე ოღონ. აქაც დაახლოებით ესე, თუმცა ისე მძაფრად არა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შიში მას თანს დევს, უკვე როდესაც მეგობრებს გაიჩენს, უფრო წაჯერ მეგობრები არ არიან, მაგრამ უწევს რომ მასთან თანამიარსებენი. აი ხედავს, აი როგორ უკვე იწყებს გაბედვას, რაც კიდევ ერთი ნაბიჯი არის. შემდეგ ხდება სამაგიეროს გადახდა ამ შემთხვევაში ან მადლობის გადახდა. პირველ რიგში აქ იგულისხმება საკვირველია ჩიტი, რომლის მიმართაც განსაკუთრებული შიში ჰქონდა, მასში დაბადა მადლობის სამაგიეროს გადახდის უნარი, შობელივით არის ის ჩიტი ამისთვის და იმის მიმართ რომ ჩდება ეს გრძნობა, თითქოს ყველაზე ნაწილდება მერე რა, ზუსტად და ანუ ხო ამ ძაღლიდან იწყება მაინც რაც აი მას იმის უდანაშაულობას და აი რაღაც იმას გამოხატავს, რომ ის ხომ უბრალოდ პატარა ძაღლია რომელსაც თამაში უნდა. ყოველთვის, როდესაც რაღაც მოქმედება ხდება მის გარშემო, ის უბრალოდ ან ინერციით მიყვება ამ ყველაფერს. უმეტეს შემთხვევაში მე გულისხმობ ძირითად რაღაც საკვანძო მომენტებს. ამის შემდეგ ის ხდება ინიციატორი. პირველ რიგში ჩანს, როდესაც ძაღლებს ხედავენ რაღაც შენობაში, საიდანაც ვერ გამოაღწევენ ჩიტს, არ უნდა იქით მივიდეს და კატა ხდება ინიციატორი და ისეუნება რომ მიუხედავად იმისა რომ სხვა ცხოველებიც ეუბნებიან კატა მიდის და შეიძლება ვიღაცამ ისე აღიქვას თითქოს რაღაც ამათ უნდათ იმიტომაც აკეთებს მაგრამ სხვა შემთხვევაში ასე არ მოქცეულა აქ როგორც ინიციატორი და რაღაც იგივე ანიმატორი უნდა მუშაობში კარგად გამოჩნდა რომ კაცრად რაღაც ინიციატორი იყო მაგ მომენტში და აქედან იწყება მგონია რომ ხო მან ზუსტად ყველაზე კარგად მაგის მეტამორფოზა რაც აი წინა ფილმზე რაც ვილაპარაკეთ ტრამპის მეტამორფოზა რო არ ჩანს ანუ გასაგებია რომ ესე აი ხო შესაძლებელი ყოფილა რომ კონკრეტულ სცენაში რაღაცა
ეს მეტამორფოზი, რასაც იქამდე ნაბიჯმარებს, სადღაც კულმინაცია იყოს თვითონ ამ მეტამორფოზის და განსხეულდეს და დაგანახოს როგორ მოხდა. აი აქედან იწყება მისი გამბედაობა როგორც პერსონაჟის რა. ინიციატივის შემდეგ იგი გადადის თავგანწირვაზე. ანუ, როდესაც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის წინაშე აყენებს, თავგანწირვის შემდეგ არის უიმედობის მომენტი. გემის სხვაგან არის და უნდა აიაროს ამ ხელმთა იმისთვის, რომ ნახოს მეგობარი, რომელიც შეიძლება იქ არც იყოს. მე ეგრე დავინახე, რომ ეს ეთყობა, რომ უიმედობა არის და არა შიში. შეიძლება ანუ შიშის გრძნობა ქონდეს, მაგრამ ის უფრო ძლავრია და მძაფრია. ამის შემდეგ იწყება ძიება და ძიება ჩანს როგორც ანუ პირდაპირ მნიშვნელობით რო ეძებს, ასევე ანუ შინაგანაცაც ეგ ემოცია მოდის. შემდეგ არის დაბრუნება, ოღონდ დაბრუნება არა ფიზიკურად რო ბრუნდება, არამედ დაბრუნება თავის შიშებთან გახსოვს ირმები რო დადიან და აი ზუსტად ამ სიზმართან ბრუნდება, იქ ირმები აღარ არიან, მაგრამ ის შიშარიელე, აი აბსოლუტური სიცარიელე. დაბრუნება უფრო შიშთან არის რა, ის მოდის და ამ ხრივ გულისხმობ დაბრუნება. შემდეგ არის აღდგომა. ფიზიკურადაც ჩანს. მაგრამ აღდგომა დაბრუნების შემდეგ რა, როდესაც შიშს კიდე ერთხელ შეხვდა და უკვე საბოლოოდ ის აღდგა და განახლდა თუ ტერმინი რა, ბრუნდება მეგობრებთან და როდესაც იწყებს მათ მოძებნას, აი არჩევანის წინაშე დგება რაღაც მომენტში. მივხვდი რომ იყურება და ლემურებს ხედავს და ამ სხვადასხვა ლემურებში რომ თავის ლემურს ხედავს. წყალდიდობას მორჩენილი არანაირი საფრთხე აღარ არსებობს, მაგრამ არჩევანს აკეთებს, რომ მეგობრებთან ერთად უნდა იყოს. შემდეგი არის თანადგომა. აქ კი თავგანწირვა იყო, მაგრამ ძალიან დიდი განსხვავება არის თავგანწირვა და თანადგომა შორის, იმიტომ რომ თავგანწირვა ცოტა უფრო მეტად სპონტანურია, ვიდრე თანაგრძნობა. ლემურთან რომ ის აი მან უკვე იწყება თანაგრძნობის მომენტი მასში. ეს კიდე ნაბიჯით არის მიახლოვებული უკვე საბოლოო ფაზასთან. თანადგომა სპეციალურად იმას გვენია სიტყვა, რომ ერთად რო არიან რა, ერთად რო დგანან. ესეც იმაში არსებობენ, თანამდგანან და თანამეგობრობენ. აქედან უკვე ბოლოს მიდის საბოლოოდ მიღებამდე. ოღონდ ამის შეჯამება როგორ მინდა, ეხლა როგორც ვახსენე, იწყება გაურკვევლობით და ამთავრებს მიღებით. ესეთი მარტივი პერსონაჟებიც გვინახავს და ეგეც საინტერესოები არიან. არის რაღაც გაურკვევლობა და ამ ყველაფერს უბრალოდ იღებენ, იმიტომ რომ ისინი ასეთები არიან. აქ ასე არ ხდება და თავიდანვე თუ მიიღებდა და მორჩა და ნუ ასე დარჩებოდა. პირველივე ნაბიჯი უკან დახევა აღარ შეეძლო რა და ამიტომ მოხდა მთელი ეს ამბავი რაც მოხდა. ხო. და ამიტომ არის ძალიან მაგარი პერსონაჟი, რომ ამდენი ფაზა გაიარა და ამდენი ნაბიჯი გადაწერა. გადავიდეთ მაშინ ანუ ურთიერთობებზე, იმიტომ რომ ძალიან ავსებს თვითონ კატის პერსონაჟს სხვა ცხოველებთან ურთიერთობები. გადამღები ჯგუფს თურმე დავალებული ქონდა, რომ თავიანთ ანუ რა ცხოველს ყავდათ, იმათთვის გადაიღოთ და რეჟისორისთვის გადაეგზავნოთ, რომ ამის მიხედვით, ანუ რეალური მოძრაობის მიხედვით, გადაეტანა ეს ანიმაციაში, რაც ძალიან შანსი, იმიტომ რომ ზოგადად ხო, როგორც ადამიანს ცხოველსაც ძალიან ბევრი რაღაცის გამოხატვა შეუძლია, მხოლოდ სხეულის ენით, ამათი ურთიერთობაც, თუნდაც ლემურთან ურთიერთობა რა, თავიდან ძალიან აღიზიანებს. მე არის მომენტები რაღაც ისეთი, როცა ყველა ერთ სივრცეში არის შეყუჟული და ეს უკვე აღარ აწუხებს და აქ ორი ვარიანტია, ერთი ისიც არის, რომ უბრალოდ ანუ უკვე ძალიან გამოუვალი მდგომარეობა და მართლა გადარჩენისთვის იბრძვიან, მაგრამ მეორე ის არის, რომ შეეჩვივნენ ერთმანეთს. ფილმებში ზოგადად არის დრამატულ ფილმებში ესეთი ტროპ, ესეთი სიუჟეტური განვითარება, რასაც ქვია ნაპოვნი ოჯახი. ხოლო დრამატულ ფილმებში კი არა, ზოგადად ცხოვრებაში არის ეგრე. ეს ფილმიც მაგ ტროპს მიეკუთვნება, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად ნაპოვნი ოჯახი რა. როგორი საინტერესოც არის ეს კატა, მე მგონია, რომ თითოეული პერსონაჟი არის ისეთივე საინტერესო, აი რეჟისორი მათთან მიმართებაში, ამიტომ უფრო მაგარია, რომ ნაკლები ქცევით და თუნდაც ნაკლები ფაზით ავითარებს ყველა პერსონაჟს, ყველას აქვს დასაწყისი და დასასრული, რაც შეგვიძლია ძალიან მარტივად ვთქვა. აი არჩევანი რაც იმასთან დაკავშირებით ახსენე, ყველა პერსონაჟი აკეთებს თქოს მაგ არჩევანს. ჩიტზე ცოტა ანუ ჩიტის დასასრული და ჯერ ის სცენა რო არ ვახსენოთ, რომ ძალადობის სცენა, იმიტომ რომ ეგ იყო უმძიმესი სცენა. ხო მაგასაც თავის დასასრული აქვს და იდეალური და ჩემი საყვარელი სცენაა და როგორც აღმოჩნდა რეჟისორის საყვარელი სცენაც არის, რაც საერთოდ არ არის გასკვერი, ანუ რო ეკითხებიან რომ რომელი სცენით ხარ ყველაზე ანუ ამაყიო და მაგას პასუხობს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არის იდეალური სცენა, ძალიან მისტიური, ძალიან კოსმიური, რაღაცა ძალიან მაგარი სცენაა. ანუ რეალურად ყველა ირჩევს ამ ოჯახს.
საბოლოო ჯამში უკვე ურთიერთობებიდან პირდაპირ გადავიდეთ მთავარ სათქმაზე და ზუსტად რომ ურთიერთობები არის რაღაც მამოძრავებელი ძალა მთელი ამ დრამატურგიის, რასაც უყურებთ. პირველ რიგშიც უკვე თათა მახსენა კადრი, რითაც იწყება ანიმაცია, აბსოლუტურად კუთხე რაღაც გრადუსი, რაღაც მიმართულების ყველაფერი მეორდება ანარეკლიკატის, უბრალოდ მარტო მყოფ ანარეკლთან ერთად ბოლოს ჩვენ ხედავთ უკვე რამდენიმე ანარეკლს და ეს ანარეკლის სიმბოლომად კიდე ცალკე მომენტი არის, ანუ ძალიან მაგრად აქ ნამუშევარი მაქხრევას რეჟისორს. ნუ ყველაფრის ხვირდა ეს არ შეიძლება რეალურად. ქვაკუთხედი არის ეს, მაგრამ დამატებით ისეთ საინტერესო მიმართულებებს გაძლევს საფიქრელად, ჩემს ესენც უნდა ვახსენოთ. ხო, ჩემთვის ერთ-ერთი იყო მაგალითად, რითაც იწყება ხო ეს კატის თავარი პრობლემა რაც არის, შიში მცხოვრები არსების ხვედრი არის როგორი დრამატურგია, როგორი ტრაგიკულია. აი ამ ანიმაციაში ძალიან კარგად ჩანს. ჩანიშული ზუსტად ის გაქცევის მომენტი, რომელიც ასე ვახსენეთ და მოგვეწონა, აი რაც უფრო მეც გარბი ხარ, მით მეტ მდევარს იჩენ რა. და ეს მაგ მომენტში კარგად გამოჩნდა, ანუ ფიზიკურად კარგად გამოჩნდა, მაგრამ მხოლოდ ასე არ უნდა აღვიქვათ. აი აქედან მე როგორ ძრება ამ პრობლემიდანაც, ხო, რაც ისე შეშთ არის გამოწვეული ეს გაქცევა, აი ეგეც კიდე ცალკე გაკვეთილი არის, ასე შეიძლება ითქვას. ყოველთვის გამოჩნდება ის, ვინც შენში ფარად გადაუდგება, ის რაც გააკეთეს ამ კატის მეგობრებმა. ყოველთვის იქნება ვიღაც, რომელიც შენ რაღაცა შიშისგან გამოსროლი ტყუებს შენი მიმართულებით მართლა ფარად გადაუდგება, ან მარტო არავინ არ არის რა. და ყველაზე მაგარი ის არის, რომ რეალურად ყველას გონია, რომ მარტოა თავის პრობლემებში და ეს პერსონაჟები ხო რეალურად კატას არ ეხმარებიან, თავიანთ თავსაც ანუ ერთმანეთს ეხმარებიან და თავიანთ თავს ეხმარებიან და ანუ ერთმანეთის დახმარებით დავინახეთ ბოლოს შედეგი, აი დასასრულებზე რაც ვილაპარაკეთ, დასწრეს დასრული ზუსტად ერთმანეთის დახმარებით და ერთად ყოფნით მიაღწიეს იმ პიროვნულ განვითარებას, რასაც მიაღწიეს. ამ ანიმაციას ვინც უყურებს, ამ პერსონაჟებს უნდა შეხედოთ, აი უნდა შეხედოთ აუცილებლად როგორც ადამიანებს. კინო იგავი არსებობს ასეთი მოვლენა და ეს ანიმაცია არის ამის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე მაგალითი. არის ჩვეულებრივად კინო იგავი და ეს თითოეული პერსონაჟი არის გაპიროვნებული, ანუ უნდა ადამიანად უნდა გადააქცევთ. იმიტომ არის კიდე ძალიან მაგარი ლანგრი თუ არ არის მორთმეული და პირდაპირ რაღაც ადამიანს არაჩვენებს ადამიანური პრობლემებით. აი ეგ არის კიდე, ამიტომ უყურეთ როგორც იგავს, ასე რომ თითოეული პერსონაჟი აქ არის ადამიანი, რომელსაც უბრალოდ ადამიანის ფიზიკური მონაცემები აქვს. მაგასთან დაკავშირებით იმის აღნიშნა მინდა, რომ ის ფაქტი, რომ დიალოგი საერთოდ არ გამოიყენა, ანუ იგავში ხო ცხოველებს ადამიანის თვისებები აქვს ბოლომდე მიწერილი, ანუ ის დიალოგიც ყველაფერი სიტყვა ყველაფერი არის ხო, აქ არ არის, რაც მგონია რომ იმის მანიშნებელია, რომ ცხოველებს არ სჭირდებათ გაადამიანება იმისთვის, რომ ჩვენ მათ თანავგრძნოთ, იმისთვის, რომ დავინახოთ, რომ იქაც არის ერთ-ერთი ურთიერთობები, იმიტომ რომ მე ბოლომდე მჯერა, რომ რაც აღწერა, ეს ძალიან რეალური. ამიტომ მგონია, რომ ეგეც რაღაცნაირად განაცხადი იყო. არა, ამ თვისებას არ მივაწერ, ლაპარაკის საშუალებას არ მივცემ, იმიტომ რომ ამის გარეშეც არაფერი არ აკლიათ მათ პირიქით. რეალური ბოროტების ყურება ანიმაციაში უფრო რთული საყურებელია, ვიდრე ჩვეულებრივ მხატვრულ ფილმში. კინოდარგებიდან ანიმაცია ყველაზე სათუთი არის ალბათ ამ მხრივ, იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტად თამაშობს ემოციებზე. ანუ მხატვრული კინოს იმას სხვანაირად უწევს მართლა. და ანიმაციაში ბევრად უფრო რომ მაინც არის რაღაც წმინდა, აი როგორი დასრულურიც არ უნდა იყოს და დასრულებული აუდიტორიისთვის გათვლილი, მაინც არის რაღაც წმინდა ანიმაციასთან დაკავშირებით, რაც ზუსტად მაგას აჩვენს, რომ ეს ბოროტება ამ სიწმინდესთან როგორ არის. თვითონ რეჟისორი ამბობს ეს რაღაცას, რომ ჩემი პირადი გამოცდილებიდან გავაკეთე, რაც ანუ რა თქმა უნდა ეგრეა, მაგრამ წინა ფილმებზე თურმე სულ მარტო მუშაობდა. ჩემთვის ეს ძალიან რთული იყო, რომ ესწავლა როგორ ვიმუშაო სხვა ადამიანებთან ერთად. წინასწარაც დამისერჩავს არაფერი, არც ვიცოდი რეჟისორი ან რამდენი წლის იყო, ვინ იყო, რა იყო ამ შემდეგ. უბრალოდ სიმოს ვფიქრობდი, რომ რამდენად ინტიმურია, რამდენად იცის ეს საგანი, რაზეც ლაპარაკობს, იმიტომ რომ ყველაფერი, ყველა დეტალი შინაარსობრივად იყო, აი, არ ვიცი, 5 თითივით რო იცი მართლა და ესეთი რაღაც თქვა რაც მინდა ვთქვა, რომ ეკითხები, ანუ რომ ვის გავხარ ყველაზე მეტად და კატა ვარ, მაგრამ მინდა რომ ზღვის გოჭი ვიყო. უცებ რო შევაჯამოთ, რომ რაღაც განსაკუთრებული შეფასება ჭირდება, ასე ვფიქრობ რა. ისეთი სანახავია, რომ შენ საყვარელ ადამიანებთან ერთად უნდა ნახო რა. სხვადასხვა ჯგუფებად იყოფა ანიმაციები და კაი ანიმაცია, ბავშვობაში რო უყურებდი დიდი რო ხარ, მაშინ კიდე სხვა თვალით რო უყურებ და სხვა რაღაცა გამოგაქვს. ეს ისეთია, რომ
ნებისმიერი ასაკისთვის მთავარი აზრი არის გასაგები, ყველასთვის გასაგები ენაზე არის რა, აი ყველასთვის. და ეგ არის ზუსტად ლიტერატურასაც როგორც საუკეთესო საბავშვო წიგნები არის ბავშვებს სხვა რაღაც საქმე ყურადღებას და რო გაიზრდები მე მიხვდები რომ თურმე უფრო ღრმა მნიშვნელობა ჰქონია ამას ფილმებსაც ანიმაციურ ფილმებსაც ზუსტად ეგრე არის და ეს დავდუად ერთ-ერთი მათგანია. ბოლოს ისე მთავრდება და დასწრის რაღაცა ისეთია რომ თითქოს არიცი ეს წარღვნა პირველი შემთხვევა რეჟისორს მოусმინე ამბობს რომ დასაწყისში ტოტებში გაბლანდული გემიაო თუნავი რაც იმაზე მეტყველებსო რომ შეიძლება ეს პირველად არ მომხდარო და აი ესე კიდე ამიტომ მიუბრუნდები ბევრჯერ რომ მართლა ყოველ კადრში რაღაც აქვს ჩადებული რაც აი ეხ დარწმუნებული ვარ რომ პირველ ნახვაზე გამომრჩა. დიდი სიამოვნებით დაველოდები ამ რეჟისორის შემდეგ ფილმს. დიდი იმედი მაქვს და ამაზე ველაპარაკეთ, რომ იმედია live action ფილმსაც გადაიღებს. მგონია რომ ძალიან მაგარი დამოკიდებულება აქვს კინოსთან და ესეთი რეჟისორები გვჭირდება თან 30 წელს არის ახალგაზრდა ახალი სისხლია. მგონია რომ ეს ფილმი არა თუ წლის საუკეთესო ანიმაცია და რაღაც არის წლის ერთ-ერთი ტოპ ნამუშევარია და თან ძალიან სუსტი წელი იყო, ანუ მაინც სუსტი წელი იყო მიუხედავად იმისა. მე ემილია პერსუც 13 იმას აიღებს ნომინაციას და სუსტი კი არა, რაც არის იმ წელს ეს ანიმაცია არის, აი სამაგიდო წიგნები რო არსებობს, რომ სულ რო გიდევს და რო გაიურიშს რაღაცა აი ესეთი რაღაც არის ეს ანიმაცია და ისე თქვი კიდე ბავშვების ლიტერატურაზე პატარა პრინცი რო თავის დროზე შექმნილი იყო როგორც ანიმაცია, ალბათ ასეთი რაღაც იდეურად არ მომგვიდა, ისიც ვიცი რომ პატარა პრინცის ანიმაცია არსებობს. პატარა პრინცი რო მოვლენილი იყო სამყაროში როგორც ანიმაცია იქნებოდა ეს, იმიტომ რომ ზუსტად ხსები როგორც გრძნობა და როგორც შეიძლება მარტივი გამოიყენო როგორც სიზარმაცის ფაქტორი და რაღაციდან რომ გამოსწრე, მაგრამ ეს ფილმი ეგრე ნამდვილად არ იყენებს მარტივად გადმოცემულ სათქმელს პირიქით. ამბობს ყველასთვის. ეს ფილმი არის ყველასთვის. ეს ან უუნარო სიმარტივეზე ჩვენ წინა ვიდეოში ვისაუბრეთ. უუნარო სიმარტივეზე და აი აქ ეს ის სიმარტივე რომელიც არის ყველაზე რთულად გასაკეთებელი. ეხლა ვიცი რომ ჩვენ ვერ გავჩერდებით. და მე მინდა კიდე დავამატო დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა ჩვენმა კონკალავმა რეკორდები მოხსნა, სოფლიო რეკორდები მოხდა, სოფლიო YouTube-ის სივრცეში. ყველანაირი რეკორდი ჩამოხსნა და ჩამოხია. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა და კომენტარებისთვის ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ნიშნავს მართლა როგორც ორი ადამიანი, ვინც მუდმივად თვითმკვლელშია. ძალიან დიდი მადლობა დადებითი კომენტარებისთვის. ორი შავი კატისთვის. მადლობა, ნახვამდის. მადლობა. Adios. Oh, fuck you.